და ორ თვეში რანაირად იკლებს ხოლმე ეს ხალხი 14 კილოს. თუ სტანდარტული კლება ეგრე ცოტაა. შეგახსენებ, რომ სტანდარტული კლება არის თვეში 2-დან 4 კილოგრამამდე. რანაირად იკლებს და ყველას ორგანიზმი არის ინდივიდუალური და შესაბამისად ყველას სხვადასხვა დრო სჭირდება სხვადასხვა წონის დასაკლებად. აქედან გამომდინარე, ვიღაცამ შეიძლება თვეში 10-15 კილო დაიკლოს, ვიღაცამ 5 კილოგრამი. ეს სრულიად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმზე, კვების რაციონზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ძილის ხარისხზე, ჰორმონებზე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ ფაქტორზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. მაგრამ თუ შენ გინდა რომ ჯანსაღად და ზედმეტი უაზრობების გარეშე დაიკლო წონაში, ისე რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენო, შენი მოლოდინი უნდა იყოს თვეში 2-დან 4 კილოგრამამდე კლება. თუ დაიკლებ 5, 6 ან 7 კილოგრამს, ეს კარგია, მთავარია სწორი მიდგომა გქონდეს წონასთან მიმართებაში და არ ელოდო რაღაცა სასწაულ შედეგებს. ხოლო თუ გჭირდება ინდივიდუალური დახმარება, რომ დაიკლო წონაში ისე რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენო, გქონდეს მეტი ენერგია და იყო უფრო ჯანმრთელი, პირველადი კონსულტაციისთვის მომწერე ინსტაგრამის პირადში სიტყვა გასაუბრება.